ბოშე ჩვენ ნახეთ საინტერესო განცხადება რატომაც დაემთხვა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომელიც მათ თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წესისთვის დასჭირდება სავარაუდოდ ტერიტორიების დათმობა და მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც გაიმეორა კვლავ, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების. ანუ ერთი და მეორე განცხადებაც თავის თავში გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობას. მერცის განცხადება გულისხმობს, რომ ევროკავშირში წევრობისთვის სუვერენიტეტის გაუქმებას ან თითქმის სრულად დათმობას. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმოს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. და როდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა და საქართველო არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. აი ეს არის თვითმიზნობის შედეგი. თუ კი ევროკავშირში წევრობა არის თვითმიზანი, ნიშნავს, რომ შენ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი და შენ უნდა გაწირო შენი სახელმწიფო სუვერენიტეტი. ამიტომაც ევროკავშირის წევრობა არ არის სწორედ ამ გაგებით ჩვენი თვითმიზანი, თუ კი ჩვენ ამის გამო მოგვიწევს, რომ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, დავთმოთ ჩვენი სუვერენიტეტი, დავთმოთ ჩვენი იდენტობა, დავთმოთ ჩვენი უფლება, ჩვენ გავსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინა და მოლდოვას როგორც პირობას უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს.